მერტმა დაგვიცოთ. გაძლიერებით, სულიერად, ემოციონალურად და ხორციელად. ყველა ასპექტში უნდა გავსხდეთ. რომ ჩვენი გზა, ჩვენი სიარული, ჩვენი ამ ცხოვრებაში 1000 განსასწრებით, ხილული თუ ხილავი, ტრებითა და საფრთხეებით არის სავსე. ვეცადოთ რომ ამ როგორც ძიმე განსასწრებით სავსე ცხოვრებაში ადვილი ვერ იქნება ვერცერთ შემთხვევაში მისდევანი გზა, მაგრამ ჯვარპირთულობით და ღვთისხალობით შემსუბუქება შეიძლება, უფრო შემსუბუქდეს, უფალი შემსუბუქდეს. რომ გადავხედავ, რაც ქრისტიანებს, პირველ ქრისტიანებს, მეერეც დევნილების ჟამს, თუნდაც აგერ ტოტალიტარულ რეჟიმის დროს ქრისტიანებს, სასულიერო პირებს, ხო? მე-20 საუკუნის დასაწყისში და შუაში და საერთოდ როცა იყო დევნილი დესპოტური რეჟიმების დროს რა გადაიტანა ადამიანი, რას უძლებს, აი პირდაპირ გაგიკვირდება. რას უძლებდა ადამიანი, მაგრამ ახალ მოწამეები, აი ესენი ვინც იყვნენ, რომ უამრავი წიგნებიც ამას დაწერილი, მასალები, დოკუმენტური თუ ასე შემდეგ. ამიტომ რომ გადახედავ, რას უძლებდა, მართლაც გაიკვირდება, რომ ეს ადამიანს თავისთვის არ და ვერ შეუძლია. და რწმენა აძლევს და რწმენა აძლევს საშუალებას არაადამიანურ ჯოჯოხეთის ზუსტი პროექცია, ცოტა ღამილია და ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, რაც შექმნეს დესპოტურმა მმართველებმა დედამიწაზე, აი კომუნიზმის და აი მის დევნების დროს, წითელი ინკვიზიციის დევნის დროს, რაც შეიქმნა. ეს იყო უდესპოტესი და უტირანელესი რეჟიმი. ამიტომ ამ რეჟიმის რაც ადამიანებმა გადაეტანა, ეს პირდაპირ კაცობრიობის გამოცდილების უნიკალური სისხლიანი და მოწამეობრივი მაგალითია. პირველ ქრისტიანები გავიხსენოთ რას უძლებდა, ხეცებიც და ასშემოში დაგლეჯვას და წამებას და ათასუბედურებას, რას, მაგრამ ადამიანი ამას თავისთვის ვერ უძლებს, ამას საშუალებას აძლევს ღმერთი. ევედრება ის რაც მე არ შემიძლია, შემაძლებინე, ალბათ, ეს არის რაღაცა წარმოუდგენელი რაღაც. იქამდე მიიყვანეს და იმის ცდილობები აქტიური, აი მე-20 საუკუნის 70 წლის განმავლობაში იყო რეჟიმის იმის ცდილობა, რომ ჯოჯოხეთის ზუსტი პროექცია შეექმნა დედამიწაზე, ზუსტი ასლი, ქსერვასლი, ზუსტი, პირველი პირის ზუსტი დედანი, დედანთან შერწყმული, რა ასე თქვა. ზუსტად ვერ მიაღწევ, დედამიწა არ ჯოჯოხეთი არ სამოთხე, ეს ტრამპლინია, გამოსასწრელი ადგილია, თავისებური სარბენი ბილიკია, რომელსაც გავდივარ გამოსდებს. ეს დიდი თემაა. ამიტომ აქ ბოროტების ახსნასა და ბოროტების ფუნდამენტალურ ფილოსოფიურ თეოლოგიურ განმარტებას არ დავიწყებთ, რომ ეს ძალიან დიდ დროს წაიღებდა და არც არის ქადაგების ფორმატში არის. მაგრამ ცდილობა ერთი შეხებით ჩანს, რომ ადამიანიდან ღვთის ხატების ამოგლეჯვას ცდილობდა, რომ სრული ჯოჯოხეთური კომპოტი შექმნილიყო. ხატების ამოგლეჯვა მორალის მოხსნისა და ძალადობისა და ადამიანურის განადამიანურების, ანუ ადამიანური სახის დაკარგვის ფონზე ადამიანს ხეს თავისი დამისრულება აქვს და ცხოველს, ფლორას და ფაუნას. ადამიანი თავის უკეთეს მდგომარეობაში საშინელ კაცებელს ყოველგვარ წარმოუდგენელ დაცემას მიაღწევს, უკვე და ხდება ეს უკვე ადამიანში ღვთის ხატების ამოშლის ცდილობა იყო, ამოგლეჯვის, მაგრამ არ იშლება. წარმოუდგენელია, რომ ქრისტიანები მაინც რწმენით ადამიანურობას, ადამიანის სახეს ამ პირობებში წარკარგავენ. წარმოიდგინეთ, აი ესეც მართლა ღვთის სასწაული, რომ აი ადამიანი მართლაც საოცარი ქმნილება, მართლაც ღვთის ხატებაა და მართლაც მიკროკოსმოსია, რომ ამ პირობებშიც კი ადამიანი მაინც ინარჩუნებს იმ ადამიანობას, რომ ბევრი კარგავდა, იმიტომ რომ ეთიშება უკვე ფსიქიკა ყოველ ვერ უძლებს დებს. ვერ უძლებს ყველას ერთად ფორმატს ვერ მოთხოვ. ფსიქიკური პრობლემა ეწყებოდა, ეთიშებოდა გონება. აი ფონზე მიტყვი ხა ნეგატივს, რასაც ერთ-ერთი საკითხობდა ამას და 1000 დოკუმენტური მასალა და ვიდეო მასალა და ფილმები და ლექციები და უამრავი. ამიტომ მაგრამ ღვთის ხატება მოუშლელია. ებრძოდნენ პირველ რიგში ქრისტიანობას, იმიტომ რომ ქრისტეს არ არსებობს, არაჭეშმარიტს არავინ არ ებრძვის. ის ისედაც ქეჩოთია დაჭერილი. ჭეშმარიტი ღმერთი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომ ძე ღვთისაა, ჭეშმარიტი,
აი ამათ ებრძოდ ვინც მას ეცემს დაფანს და მასზე თქვენ მოძულებული იყვნენ თქვენ სახელმწიფოებისათვის რომ მოკლიდნენ მრავალთა თქვენგანთავ ხო აღსგეს თაობები ერთვეს ზუსტიტირებას არ ვაკეთებ თაობები მამაძე შვილები მამაცე წინააღმდეგ პროსტიტუციის და შემდეგ საოცრებაა რომ ხატება მაინც არ იქნა ამოშლილი ვერ ამოშალეს და ეს ხატება მსგავსებასაც აღწევს ანუ ეს არა მარტო ვერ ამოიშალა ხატება არამედ უამრავი ადამიანი მოწამე გახდა და უამრავი ადამიანი სასუფეველში შევიდა და მსგავსების სრულ ფორმატს მიაღწია მთელი პლერომა მადლის მიიღო პარადოქსია მაგრამ მოხდა ეს უამრავ გადავხედოთ მოწამეთა ახალ მოწამეთა უამრავ სიებს და უამრავ ყველა კალენდარში შედარებით ჩვენ კალენდარში დაწყებული ყველა ვინც მოხდა ამ რეპრესიებში და ამ უბედურებაში ყველგან არის ეს ნახსენები ამას ეს კიდე უზარმაზარი როგორც είπα ყამირი მასალა გამოსაკვლევი კიდე ალბათ ამაზე კიდე მუშაობენ ისტორიკოსები და ეს კიდე ბევრი რამე დაფარულია და სრული საიდუმლოების გრიფი ადევს იმიტომ რომ იმათი გახსნა ალბათ კიდე ძალიან ბევრ სხვა რაღაცებს გამოიწვევს ამიტომ ძალიან ბევრი როგორც ჩანს არქივებში არის ისეთი რომელიც კარგა ხანის არ გამომჟღავნდება ისეთი რაღაცეებია რომ იმათი გამომჟღავნება ალბათ არ შეიძლება იმიტომ რომ ეს საშინელი რაც გამომჟღავდა ის მხოლოდ აისბერგის წვერია ამიტომ ის ხატება ადამიანის ჩადებულია იმისაც რომ ადამიანმა თავისი ეს ხატება რომელიც არის უკვდავის სული თავისუფალი ნება შემოქმედების უნარი სიყვარულის უნარი ლოცვის უნარი თავისუფალი არჩევანი თავისუფალი არჩევანის უნარი შემოქმედების უნარი გონიერება ინტელექტი რაციონალური და ასე შემდეგ უამრავი ჩამონათვალი უამრავი პარამეტრი აქვს ეს ღვთის ხატება რაც არის ეს ყველაფერი რაც ამ უსასრულო პაკეტში შედის და მიკროკოსმით თქვენ მიკროსამყარო მაკროსამყარო ყველაფერი ყოველივეშია ხო მიკროსამყაროს ფიზიკა გაიხსენებთ ხო ატომი ბორის მიხედვით ხო ნობელის პრემიის ლაურეატის ბორის მიხედვით დიდი მეცნიერის დანიელი მეცნიერის რომელმაც საოცარი ჰიპოთეზა წარმოაყენა რომელიც დადასტურდა ატომის პლანეტარული მოდელი ანუ რაც არის მაკროსამყაროში მზის სისტემა და პლანეტების გარშემო და ამ შემდეგ იგივე არის ჩადებული ატომში რომელიც ასევე პლანეტარული მოდელია და ასე შემდეგ ანუ რაც ზევით არის უსასრულობაში იგივე არის ქვევით იგივე არის მიკროსამყაროში უსასრულობაში ადამიანის მიკროსამყაროა ყოველივე რაც მოიძებნება კოსმოსში ყველაფერი ადამიანში ძევს თავისებურად ზუსტი ასლი არის მაგრამ რაღაცა ესეთი დებს ამასაც გაგება უნდა ადამიანი არის ის რომელშიც ჩადებული ეს ხატება რაც ჩამოუთვალე ყოველივე ამ უნარ-ჩვევას ყოველივე ამ პარამეტრს განღმრთობა უნდა ესე ლატენტურ მდგომარეობაში მზამ მდგომარეობაში ნედლ მდგომარეობაში არ უნდა დარჩეს თავარი იდეა მოტივი თავარი ასე ვთქვათ ამის აპოლოგის თავარი ზემიზანი არის რომ ეს ყველაფერი უნდა განიღმრთოს ქრისტეს მადლით ის მოვიდა რაცა ჩვენ მას მივემსგავსოთ მადლით ის ჩამოვიდა რათა ჩვენ ავიდეთ რათა მივემსგავსოთ სულიერად ის მიიღო მან ყოველივე ჩვენნაირი გახდა ცოდვის გარეშე რათა ჩვენ ცოდვის გარეშე გავხდეთ მისნაირები მან ადამიანური ბუნება მიიღო სრული კაცი და სრული ღმერთი რათა ჩვენ ღვთაებრივ ბუნებას მადლით მივემსგავსოთ და ვეზიარო სისხლისა და ხორცით შევისისხლოთ ეს და ასე შემდეგ სხვა ასკეტური მეთოდებით და საიდუმლოებები ყოველივე მან ისე გააკეთა რომ ჩვენ გზა გავიხსნა იმისათვის რომ პირდაპირი გზა პირდაპირი ნაკადი პირდაპირი არხი გაიხსნა ღვთის მიერ და ამას ვერავინ ვერაფერს ვერ უშვება ეს ვერ აუტანიათ ქრისტეს მტრებს რომ ქრისტეს მადლი რომელიც მოძამას ვერ კეტავენ ამას ვერაფერს ვერ უშვებიან და აი ეს ვერ აუტანიათ რომ ვერანაირად ვერაფერს ვერ უხერხებენ და როგორ მოუხერხებენ აღახვენით ჭენი ჯოჯოხეთისანი გახსოვთ ხო ფსალმებში აღახვენით ჭენი ჯოჯოხეთისანი ფსალმში რო არის მოდის მეუფე დიდებისაო ვინ არის ეს მეუფე დიდებისა უფალიაც მეუფე დიდებისა და ერთ-ერთ აპოკრიფულ სახარებაში ეს არ არის კანონიკური მაგრამ იქჭარია როგორ ხდება როცა მაცხოვარი ჯოჯოხეთში ჩადის როგორი თავზარდამცემი დიალოგი არის ბნელეთის ზალებს შორის მოდისო როგორ გააკეთეთო ისე როგორ დაიშვა ისე რომ
ის მოდისო თავარი ვინც ყველაფერი შექმნა ის მოდისო ნათელი ესე ქრისტეს შემოდისო როგორ შეგდეს როგორ დაურჩითო თქვენ ერთმანეთთან აღარ ჩამოთვლი ხარ ახსენებ სახელებს ეს დემონური მაღალი იერარქია ვისაც ევალებოდა რომ ეს ხალხი ყოლოდა ჯოჯოხეთში ეს ჩაკეტილი იყო ეს იერარქია ამაზე არსებობს კიდე სხვა წიგნებიც ის უფრო სხვა დემონოლოგია და შე მაგრამ ეს აპოკრიფული სახარება აქვს როდის ჩადის ჯოჯოხეთში აღახვენით მოვდისო რომ ჩადის წინ მაღალი იერარქიის ანგელოზე მიყვება სერაფიმი ქერუბიმი ხოლმე დაყვება თავს და უკვე ვიკუძნურია ეს ზალა როგორ დაუშვითო ესო თქვენ როგორ დაუშვიო რომ უნდა გავხსნათო იმიტომ რომ ვერაფერს მის წინააღმდეგ ვერაფერი ვერ ჭრის გაიხსნება გახსნა ჯოჯოხეთი და მოიყვანა ეს სულები იქიდან ეს ჯოჯოხეთში ყოფილი სულები ადამიანთან დაწყებული ხო ეს დიდი მისტიკაა და გახსნეს ეს ჯოჯოხეთსაც თავისი სულიერი ბიბლია ასე ვთქვათ გეოგრაფია აქვს და თავისი ასე ვთქვათ პრინციპია ტოპოლოგია აქვს ეს უკვე აგერთები არა მართლმადიდებლური დაუშვათ არა წმინდა მამა მაგრამ გავიხსენებ სხვა ვიზიონერები ხო დანტედან დაწყებული კიდევ არის სხვა ვიზიონერები რომლებსაც ჰქონდათ ხილვები ჯოჯოხეთური რეალობის მარტო დანტერადეს მაგრამ ეს რა თქმა უნდა ლიტერატურულია მაგრამ არის მასში ჩადებული მისტიკური ფესვი ტუნდალის ხილვა არის რომ პირდაპირ ხედავთ ჯოჯოხეთში სადრა არის და იუდა რა მდგომარეობაში და ასე შემდეგ ტუნდალის ხილვები რომ ნახოთ და ერმის მწყემსი გავიხსენოთ აპოსტოლური მამა მასაც აქვს უზარმაზარი ხილვები რა თქმა უნდა არის შემდეგი სხვა ავტორები აღარ ჩამოთვლი ხოდა დიდი ხანი ვავისაუბროთ რომლებსაც ხედავთ ეს ამას ვერაფერს ვერ უშვებიან ქრისტეს მას რომელიც შემოწ მას ვერაფერი ვეღარ ეწინააღმდეგება და ეს საოცარი ზალა ქრისტეს რომელმაც გააუქმა ჯოჯოხეთი დაკეტა და დაკეტა ანუ ასე ვინც ქრისტეს ზითა ივლის იგი აღარ მოხდება ჯოჯოხეთში იგი არ მოხდება ჯოჯოხეთში ვინც ქრისტეს იწამებს მას საუკუნე ცხოვრება ელის ვინც ქრისტეს სისცა და ხორცს მიიღებს ვინც იწმუნებს ქრისტეს და ვინც მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ცხოვრებას და ცხოვრობს თქვენ ამ გზას ივლის ის 60-ის კანდიდატია უკვე აქ მიწაზე უკვე აქ ნეტარებაშია სიამოვნება სხვაა ნეტარება სხვაა ნეტარებაშია კარგ ცხოვრებას ასუძახიან და ბოჰემურ და ჰედონისტურ ცხოვრებას მე არ ვიცი რა იგულისხმება მომავალში ეს ცალკე გზა არის კიდე ამას კიდე ცალკე გაგება უნდა და ცალკე დეგრადაციის ცალკე ფორმა ზოგი უკუღმა უნდა მივიდეს ჩრდილით უნდა მივიდეს ნათელთან ზოგს ჩრდილის ეს დიდი ტაძრის გზა არის ნუ იქნება ეს საშიში გზა არის პირდაპირ ნათელი მოსულია მე ვარ ნათელი სოფლისა აი ამ ნათელით რომელიც მოვიდა ამ ნათელით უნდა ვიარო ჩვენ ვერავინ ვერაფერს არ დაგიშალოს მაშინ წაიქცევი უცებ ადგები ისე ეს დიდი ფაქტორია ძალადობა არ არის ქრისტეს მიერ ქრისტეს მონახულ ადამიანზე ძალადობა აღარ არსებობს გადახრის მოგიწოდებს რაღაცა გასწროს ვარ შენ თუ არ გაუხსნი პორტალს შენ თუ არ გაუხსნი ლაბირინთ შენს გულში და გონებაში ძალავინ არ გაძარებს შენ არაფერს იარა შენ ქრისტეს გზით და ის აუცილებლად გზას გაგიხსნის და ამ ნათელში ეს ნათელი ცეცხლ გამლეველ არც ეს არის ხელთუქმნელი ნათელი ეს არის თაბორის ნათელი გავხსნით გრიგოლ პალამას საფუძმეთქველო მისტიკური საოცარი ნაშრომი გრიგოლ პალამას რომელმაც თაბორის ნათელზე უზარმაზარი საფუძმეთქველო საოცარი ნაშრომები აქვს ეს თავისებურად ვიზიონერია თავისებურად ხილველია ბევრი რაღაცეების მას და გავიხსენებთ უამრავ სხვა მომენტს კიდე რომლებიც ხედავთ სერაფ საროველი გავიხსენებთ თუნდაც ჩვენი გაბრიელ სალუსით მასაც ბევრი ხედები ქონდა ხო და სხვები კიდე გავიხსენებთ მილოს მირონდინარის სიგნია საოცარი კიდე სიკვდილის შემდგომი დარიგება იქ პირდაპირ ხილვებია კიდე მოცემული მილოს მირონდინარის სიკვდილის შემდგომი დარიგება და ასე შემდეგ მასალა არის
ერთი ცხოვრება არ გეყოფა, რომ დაიწყო იმის დამუშავება. ეს რომანივით ამას ვერ წაიკითხავ. თვითონ ის უნდა გამოგეჭო და გამოვიდა, გაანალიზო და კიდევ თავიდან წაიკითხო, კიდევ გაანალიზო, კიდევ განმარტო და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი იხსნება ჩვენი წმენის პირდაპირ პროპორციულად. ეს ხატი, თან ეს დახურული ხატი, კარედი რო არის, აი ეს ნელა იხსნება ჩვენი წმენის პირდაპირ პროპორციულად იხსნება ეს. იხსნება. როგორც სამების დოგმატი, გაიგი, აბა როგორ არის სამების დოგმატი? ერთი არსით სამგვამოვანი. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, ადამიანის გონებისათვის ჯვარია ეს. ვერ იგებს დაცემულია რაციონალური გონება, ვერ იგებს ამას. მხოლოდ რაღაცა გარღვევის შემდეგ, მეტაფიზიკური გარღვევის შემდეგ, წმენითი ფორმის მისი ღმერთთან მიახლოების შემდეგ ეს მისთვის ზებუნებრივად გასაგები ხდება ეს დოგმატი, წვერვალი დოგმატი ყოვლადწმინდა სამებისა. ერთი ღმერთის მონოთეიზმი, ოღონდ ტრინიტარული. ეს ახალი აღთქმის გამოცხადების წვერვალი. ვილოცოთ, რომ წინ წავიდეთ და გავიდეთ გაიხსნას ჩვენი გონება. ჩვენი უძლურება ძლიერებაში გადასული იყოს, ჩვენი პრობლემები გადაწყვეტილი იყოს ღვთის მადლით. სივიწროვე და ეკლიანობა გზისა არნიშნავს ამის არაჭეშმარიტებას, ვიწროა და ეკლიანობა და პრობლემები. მაგრამ ცოტა ნელ-ნელა მცირედ წინ წახვიდე ჯობია, ვიდრე დახრილ სიმთრეზე შარა გზაზე მიიღბოდე და კაცმარიცის არსად მიმავალ გზაზე და სადმითის ეს გზა აღარ ვთქვი, იქ მიდიოდი. ამიტომ მეარო თან გზაზე შემსუბუქებული იყო სიმძიმე თვერთისა. პრობლემები იქნება, რა თქმა უნდა იქნება ბრძოლები ხილ-თუ-ხილად, მაგრამ ბრძოლები და რო არ იყოს ეს უფრო ცუდია, მაშინ ვერ გაიზრდება, ვერ გამოიწრთობი. ესეც პროპორციულად შენი საზომისეები შენსა დაშვებულია. თუ განგებულებითია, თუ ასე შემდეგ. ამიტომ გაუძლო. სათბურში არ ახარ, არც რაღაცა გარკვეულ რაღაც სტერილურ რომორებაში ხარ. ცოცხალ ის შექმნილ სამყაროში, რომელიც ღირსეული ნაწილი უნდა იყოს და მოგეცა ხატება, რათა მსგავსებას მიაღწიო ღვთის. არაში სხვა და საბადებას გისურვებთ. მადლი ჩვენს ეპოსტოლოს ყოველდღე.